ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით 20 და 21 აპრილს რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის სასაფლაოს მიმართულებით იმგზავრებს უფასოდ ახალი რუსთავიდან ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტებით სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობას დილის 10 საათიდან დაიწყებს. დისლოკაციის ადგილები კი მე-12, მე-19 და 21 მიკრორაიონები იქნება. რაც შეეხება ძველ რუსთავს მუნიციპალური ტრანსპორტი იმგზავრებს პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე კულტურისა და დასვენების პარკიდან მოემსახურება. ჭყონდიძელის დასახლებაში მაცხოვრებლებს კი მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ რჩეულიშვილის ქუჩიდან მოემსახურება. რუსთავის მერმა დღესვე ქალაქიდან სასაფლაოსკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის პროცესიც მოინახულა და შესრულებულ სამუშაოს პირადად გაეცნო. მოსახლეობის აქტიური მოთხოვნა იყო ბოლო პერიოდში, რომ ქალაქში სასაფლაოს მისასვლელი გზა არ ქონდა ფაქტიურად. თვითმმართველობამ გადაწყვიტა ამ ტენდერი გამოაცხადეთ 9000 კვადრატზე არის გამოცხადებული ტენდერი, დიდი ნაწილი უკვე შესრულებული აქვს გამარჯვებული კომპანიამ. დააღვნიშნო, რომ აღდგომის პერიოდისთვის დაახლოებით 17 მუნიციპალური მარშრუტი ავტობუსი იმოძრავებს სასაფლაოსკენ უფასოდ. სამუშაოები შესრულდა, ახლა მოიღეთ ბალასტი და ვაგებთ კინაბეტონს საგზაო მოძრაობისათვის. ვაკეთებთ გვერდა შესრულების მანქანები გადავიდეს. ეს მანქანა თითქმის არის კილომეტრი 800. და ჩვენ ნახევარში იქნება დასრულებული.